სალამი, მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი 2022 წლის 9 ოქტომბერს და ჩვენ დავიწყეთ ნაწილი 79. შემდეგი კითხვა ეხება იოანეს სახარებას, უკაცრავად იონეს წერილს, მეორე წერილს, სადაც ჩაწერილი ესეთი რამე. მე წაგიკითხავთ ამ ადგილს მთლიანად და მე კონრადს მოусმინოთ თუ რა კითხვა აქვს მას. ეს არის გაფრთხილება მე-11 მუხლში, მაგრამ მე მთლიანად კონტექსტს წავიკითხავ, რომ წარმოდგენა გქონდეთ ვის და რას აფრთხილებს და როგორ ვრცელდება ის ჩვენზეც. უხუცესი, ანუ იოანე უკვე უხუცესია და წერს ეს ბოლო წერილებია, მე გამოცხადება მოყვება ამას. იცით იონეს სახარება მოციქული იოანე ვინ იყო? უხუცესი რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომლებიც მიყვარს ჭეშმარიტებაში და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც ჭეშმარიტება შეუცვნია. ჭეშმარიტებისათვის ჩვენში რომ კვიდრობს და უკუნისამდე ჩვენში იქნება. მადლი, წყალობა და მშვიდობა იყოს ჩვენთან მამა ღმერთისაგან და მისი ძის, უფალი იესო ქრისტესაგან, ჭეშმარიტებასა და სიყვარულში. დიდად გავიხარე შენი შვილებს შორის ჭეშმარიტებაში, მავალი რომ ვპოვე, როგორც მამისგან მივიღეთ მცნებად. ახლა კი გთხოვ ქალბატონო, ისე არა, თითქოს ახალ მცნებას გწერდე, არამედ იმას, რაც დასაბამი და გვაქვს, რომ გიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს ერთმანეთი. სიყვარული კი ის არის, რომ მისი მცნებების მიხედვით დადიოდეთ. ეს ის მცნება, რომელიც დასაბამი და გესმათ, რომ მასში დადიოდეთ, რადგან მრავალი მაცდური შემოვიდა ქვეყნიერებაზე, რომლებიც არ აღიარებენ ხორცში მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცდური და ანტიქრისტე. თავს გაუფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იხწოდით, არამედ სრული საზღაური მიიღოთ. ყველას, ვინც შორდება და ანკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, ღმერთი არ აყავს. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს, მამაც ყავს და ძეც. თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, აი ამაზე ლაპარაკი. სახლში ნუ მიიღებთ, ნურც მიესალმებით მას, რადგან ვინც მას მიესალმება, მის ბოროტ საქმეთა მოზიარეა. ბევრი რამ მაქვს თქვენთვის მოსაწერი, მაგრამ ქაღალდითა და მელით არ ვისურვე, რადგან ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული. მოგიკითხავენ შენი რჩეული დისწულები, ამინ. და კონრადი ამბობს ამას. ჯერ მადლობას უხდის ბატონ ჯონს თავისი სახურებისათვის. გამარჯობათ პასტორ ჯონ, მე კონრადი მქვია, გამარჯობა კონრად. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაეხადოთ თქვენი სახურებისათვის. მან გასაოცარი გავლენა მოახდინა ჩემ ცხოვრებაზე და თითქმის არ გადის დღე, რომ არ მოусმინოთ თქვენს ერთ ქადაგებას მაინც. და ჯონიც მადლობა კონრად და ეუბნება. ყოველთვის გონია, რომ კიდევ უფრო მეტი გავლენა უნდა მოგეხდინათ იმ სიცხადის გამო, რომლის სიცხადითაც თქვენ გვაწვდით წმინდა წერილებს. ჩემი კითხვა ეფუძნება მეორე იოანეს წერილის პირველი თავის მე-10 და მე-11 მუხლებს, სადაც ნათქვამი და მე წაგიკითხეთ ეს. თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, სახლში ნუ მიიღებთ და ნურც მიესალმებით მას, რადგან ვინც მას მიესალმება, მის ბოროტ საქმეთა მოზიარეა. ჩემი კითხვა, როგორ მოვიქცეთ იმ ადამიანთა მიმართებაში, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ჩვენ ცხოვრებაში ჩართულები, როგორც მეგობრები, ოჯახის წევრები, უნდა გავალოთ ზღვარი მათ სახლში მოწვევასთან დაკავშირებით? ისინიც არ უნდა შემოვიდნენ? თუნდაც მათი ლოცვები, როცა გთხოვენ, რომ უნდა მათ დრო ილოცონ ჩვენთან ერთად. დაუშვათ, არიან ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ქრისტიანობის ცრუ სწავლების ფორმებში და საერთოდ არ ასწამთ მაგალითად შეიძლება ქრისტე. და შემდეგ მონაწილეობენ ოჯახურ შეკრებებში, იცით, მადლიერების დღე, ქრისტეს შობა, აღდგომა და ასე შემდეგ. და დიდ დროს ატარებენ დაუშვათ ჩვენთანაც. აქვს თუ არა ამას რაიმე უარყოფითი გავლენა, სულიერი გავლენა ჩვენზე, როგორც ინდივიდზე? და ძალიან საინტერესო კითხვა არის, ხომ? ამაზე ჯონ მაკარტურს გაცემული აქვს რამოდენჯერ პასუხები. ახლა არ იტყვის მაგას, მაგრამ ვინ იყვნენ ის მასწავლებლები, რომლებიც დადიოდნენ მაგ დროს, რომლებიც არ აღიარებდნენ ქრისტეს? და დღეს ვინ არიან, ხო ისინი? და დღესაც ნახავთ ახლა როგორია. და ჯონი, ანუ ბიბლია ამბობს, რომ უფალს არ სურს ჩვენი წაყვანა ამ ქვეყნიდან. ჩვენ აქ ვართ, რომ მივიდეთ და მივახციოთ ადამიანებს. ამას კითხულობთ ხომ? დიახ, ამიტომ ჩვენ აქ ვართ, რათა მივახციოთ ამ ადამიანებს, მაგრამ ზღვარი იქ გადის, რომ ჩვენ არ ვაძლევთ მას საშუალებას, რომ გვასწავლონ თავიანთი გადაცდომები, ცდომილებები. ჩვენ მათ კათედრას და ტრიბუნას არ უთმობთ. რათა გავლენა მოახდინონ თავიანთი სწავლებით, მაგრამ თუ ისინი ჩვენ გვაძლევენ საშუალებას, რომ ველაპარაკოთ და გვაცლიან, რომ გაუზიაროთ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა უთხრათ მას. თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ ამ ადამიანებს,
და ფიქრობ ყველაზე კარგი გამოყენება იქნებოდა, როდესაც თქვენ მაგალითად სახში არ უშვებთ იეჰოვას მოწმეებს და მორმონ მისიონარებს. და გითხარით ჩემი მაგალითიც, როდესაც მე მათ არ მივეცი საშუალება. შემოვიყვანე, მათ ველაპარაკე, მაგრამ დამწყები ქრისტიანისთვის ხომ შეიძლება ეს უფრო დამაზიანებელი იყოს და თქვენ ვერ გაართვათ თავი, მათთან კამათი იქნება თუ ლაპარაკს. ამიტომ ჯობია რომ საერთოდ არ მიცეთ მათ ტრიბუნა და ამას გულისხმობ რომ სახშიც არ შემოუშვათ ისინი. თქვენ არ აძლევთ მათ საშუალებას რომ თქვენი გონება დააბინძურონ. და ეს ჩვენ გაგახსენეს პირველ ფსალმოს. გახსოვთ, ნეტარია კაცი, რომელიც ცოდულთა გზაზე არ დადის და ავყიეთა საკრებულოში არ ზის. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამოვნება და ამ რჯულზე ფიქრობს დღე და ღამე. ასე რომ ეს ძალიან პრაქტიკული კითხვა, რადგან ჩვენ ამ ადამიანებთან უნდა ვითანამშრომლოთ. და არ არის საჭირო მაინც და მაინც მათთვის პლატფორმის მიცემა. რაღაცა გაგებით ჩვენ მაინც უნდა დავადასტუროთ ეს პრინციპი, რომ ჩვენ უარს ვამბობთ, მონაწილეობა მიიღოთ მათ აზრებში. შეიძლება თქვენ ისეთ სიტუაციაშიც აღმოჩნდეთ, სადაც არჩევანი არ გაქვთ და ვიღაცამ შეიძლება განაგრძოს ისე საუბარი, რომელიც ჭეშმარიტებას უარყოფს. ამიტომ არ არსებობს გზა, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ ამ ადამიანს გააგებინოთ ეს. ამიტომ უნდა დაგმოთ ცრუს სწავლება. ამიტომ თქვენ უნდა პლატფორმა არ მიცეთ მას შეძლებს დაგვარად. თქვენ არ აძლევთ მას საშუალებას, რომ ისინი დაუსჯელად დარჩნენ, რადგან ეს ძალიან კოროზიულია და გამხრწნელია, როგორც თქვენთვის, ასევე ვინც ამას მოისმენს თქვენს გვერდზე. კარგით? და მე ამას დავამატებდი, ახლა როცა ვეძებდი თავ ფურცელს, ხო? კათოლიციზმის ვებგვერდმა წამომიგდა, რომ ისინიც არ უღებენ კარს, ასევე მართლმადიდებლებიც ვიცი, ამას დაიცავენ და შეიძლება ჩვენთან მიმართებაშიც ამას გულისხმობ. დღეს ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა მომწერა ესეთი რამე პირადში, რომ დაბნეულია, იმიტომ რომ ბევრი კითხულობს ბიბლიასო და ბევრს სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვს, ხო? ნახეთ, ესე იგი, ხო, ამიტომ ადამიანმა თვითონ უნდა აიღოს და მეთხოვე, თვითონ აიღე და შეისწავლე თვითონ. რომ ბიბლიით გაარჩიო მერე სად ხარ, იმიტომ რომ შენ დაიბადე, ადამიანი იბადებიან ამ რა ქვია სისტემაში და მათ გონიათ რომ დაბადებიდან რომ მოინათლებიან უკვე არიან იმ დოქტრინის ნაწილი და ეს ისტორიულად ამდენი წლებია მოდის, მათ ძალიან უჭერთ გაცვალონ ეს. მიუხედავად ამისა, რომ ირგვლივ ხედავენ, რომ თვითონ აი ეს მართლმადიდებლებში ბევრი გაუგებრობაა. უკვე ძალიან ბევრი საქართველოშიც უკვე არეულ და არეულია და ერთხას არ მიყვებიან, ხო? ასევე მათი სწავლებაც გაუგებარია. ამიტომ იღებენ ტრადიციად, რიტუალურად რა წესებსაც უწესებენ და ეს არის მათთან ელემენტარულად ურთიერთობა, ხო? და როდესაც ისმენენ განსხვავებულს ან ისმენენ იმას, რომ ბიბლიის გაგება ძნელია, დაბნეულები არიან და ეშინიათ კიდევაც ამისი. ბუნებრივია შენს იმ კატეგორიაში შედიხარ, რაშიც იეჰოველები და მორმონები არიან, ხო? როცა შენ გინდა რომ წმინდა წერილის გააგებინ. ამიტომ ყველაზე კარგი საშუალებაა რომ თვითონ მოკიდონ ხელი ბიბლიას და თვითონ ღმერთს თხოვონ, ილოცონ რომ ღმერთმა გააგებინოს, ვისაც სურვილი აქვს, წყურვილი აქვს ამისი. და ვინც დარწმუნებულია ახლა, რა ვიცი, დარწმუნებული შეიძლება ჯოჯოხეთში წახვიდე და სურპრიზი იყოს შენთვის. ამიტომ 1-2 შეგონების შემდეგ ადამიანებს შორდები. ძალიან ძნელია რომ გააგებინო ადამიანს ამის მიღმა. ეს უკვე რწმენის საკითხია, სიყვარულით ურთიერთობას აგრძელებ, მაგრამ მინიმუმამდე დადის ეს ურთიერთობა და ზოგჯერ მიდის ზღვარამდე, სადაც ადამიანს უკვე შენი ცხოვრებიდან ელემენტარულად დისტანცირებას ახდენ და უკვე შენ აშენებულს არ აძლევ მას საშუალებას, რომ ტვინი აგირიონ, ხო? იმიტომ რომ შენ აშენებული ხარ ამაში და ამაში გადარწმუნება უკვე ხო იცით და დამწყებისათვის რთულია ამის გარჩევა და შეიძლება მას უკვე გაუჭირდეს გაართვას თავი ესეთ ადამიანთან ურთიერთობაში. ეს მინდოდა მე მეთქვა, მადლობა მოსვენისათვის.